მოგესალმებით, მაგრამ მე ვესალმებით ჩვენს მაყურებელს, მადლობა ამ შესაძლებლობისთვის და თავისუფლება ელენეს და თავისუფლება ყოველ პოლიტიკურ პატიმარს ამ ქვეყანაში. ხო, ეს პოლემიკა ხო იყო პირველივე დღიდან, რომ რატო არის პოლიტიკური პატიმარი ელენე ხოშტარია. აი ამიტოა პოლიტიკური პატიმარი ელენე ხოშტარია. იყო მთელი ამ 6 თვის მანძილზე და იქნება ბოლომდე სადამდეც საპყრობილეში იჯდება, იმიტომ რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც ელენე ხოშტარიასთან მიმართებაში მიიღეს ბანერზე წარწერის გაკეთებისთვის არის პოლიტიკური. ის რომ პოლიტიკური არ იყოს, წელიწადნახევარი მინიმუმ ციხე უნდა კონდეს მოხდილი მაგალითად გია გაჩეჩილაძეს. აი ეს არაფხიზელი შიმპანზე რო ყავთ, ნავზე რო უზით. აი მაგ კაცს საქართველოში მონუმენტის სტატუსის მქონე ობიექტზე, ბერლინის კედლის ნატეხზე წარწერა აქვს გაკეთებული. წარწერა გააკეთა. შესაბამისად მინიმუმ 2 წელი ციხე უნდა კონდეს ამის გამო მოხდილი თუ წელიწადნახევარი. მაგრამ არა აქვს ხო გია გაჩეჩილაძეს ეს მოხდილი პირიქით ძალიან კარგად ცხოვრობს, სამშობლოს ღალატით არის დაკავებული ყოველდღე და ზის იმ რაღაც საზიზღრობაში. ელენე ხოშტარი კი კიდე 1 წელი ციხეში უნდა იჯდეს. აი ამიტომ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება ის რაც მიიღო სასამართლო. იმიტომ რომ ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც პირდაპირ სამიზნეში იღებს პოლიტიკურ ლიდერს ელენე ხოშტარიას. არა ადამიანს, რომელიც უბრალოდ კედელზე რამეს აწერს. არამედ ელენე ხოშტარიას, კონკრეტულ პოლიტიკოს. ელენე ხოშტარიას ადგილას ნებისმიერ სხვა ადამიანისთვის ეს სასჯელი არ იქნებოდა, მაგრამ ეს სასჯელი არის იმიტომ, რომ ქავთონ ხოშტარია არის პოლიტიკოსი და არის ქართული ოცნების რეჟიმთან მებრძოლი. აი ეს არის მარტივი განმარტება. შეგვიძლია კიდე ბევრ დეტალში წავიდეთ, მაგრამ მარტივად აი ეს არის. მარტივად რომ დაინახოთ, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, მინიმუმ აი კითხვა დაუსვით, რომ ზუსტად რამოდენიმე წლის წინ ქართული ოცნების პროპაგანდისტმა სამშობლოს მოღალატე გაჩეჩილაძემ გააკეთა ზუსტად იგივე ბერლინის კედლის ნაწილზე რიყეზე და ის ამისთვის არ დასჯილა. ეხლა არ გავყვები ხო ეხლა რაღაცა ეს ხო სიგიჟეა ხალხო, სიგიჟეა კედელზე დატანილი. წინასაარჩევნო პერიოდში გვახსოვს დაზიანებული ბანერები თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში განურჩევლად სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა, ეს იქნებოდა ქართული ოცნება თუ ეს იქნებოდა ოპოზიციური პარტიების ბანერები, ან ჩამოხეულია, ან ულუაშებ მიხატული, ან არ ვიცი სხვა ფორმით დაზიანებული, ასე ხდება მუდმივად, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. წანიში ძალიან ბევრ ჩემპირად პლაკატს, რომელსაც ულუაშები ახატია, ან თვალები აქვს ამოთხრილი, ან 1000 რა, ანუ ეს ხო, რავი, ჩვეულებრივი ამბავია ხალხო. რა ვიცი, გრაფიტის გამო შეიძლება რომ ახალგაზრდა ხალხი, რომელიც გრაფიტებს ხატავს, ანუ ეს პრეცედენტი ხო ამას ნიშნავს, რომ ყველა ციხეში უნდა ჩაჯდეს. მიზანი რა არის? ამიტომ გეკითხებით ბატონო. საფრანგეთში შენობებზე არის ამოტვიფრული, მაგრამ რომ ამ შენობაზე არ შეიძლება. ამოტვიფრულია, რომ რაღაცა კანონს მიიღებთ, ამ შენობაზე გაკვრა არ შეიძლება. ეს რაღაც ძველი 200 წლიანი ტრადიცია. საქართველოში ეგეთი ადგილი არ არსებობს. აქ ხო ლაპარაკი არა რომელიც სახელმწიფო შენობაზე, ხალხო. ლაპარაკი არის სასტუმრო საქართველოზე. სასტუმრო საქართველოზე რამდენი გრაფიტია გაკეთებული ვინმეს უნახავს? ამ წარწერზე არ არის სხვა აზრი. ხო, ნუ ბანერზე მithumetes, რომელიც იშლება ხალხო, რომელიც იშლება. გადაღებაც კი არ უნდა, უბრალოდ სპეციალური ხსნარით იხსნება, იშლება. აქ არის მიზანი, რომ თენგიზ შარმანაშვილი, აი ეს რაღაცა, იმაში რადიატორში გაჭედილი ვირთხა. აი ამ თენგიზ შარმანაშვილის ნაირმა არარაობა, ცარიელმა ადგილმა, ტარაკანამ, რომ ილაპარაკოს მე ტელევიზორში, რაც ამ ტარაკანამ აი ხა ილაპარაკა, სანამ მე შემოვიდოდი. რომ თურმე ჟანადარკობა ხო უნდა, ხო და დავა ეხა იყოს ჟანადარკი. აი ეს არაკაცი რომ გამოვიდეს და ეს ილაპარაკოს. მე მისნაირი სხვა არაკაცები Facebook-ში წერონ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ გააგრძელონ. არა, ვერ ვიქნები კორექტული. ნუ შეხედეთ საქართველოს დაიკარგა აბსოლუტურად ყველაფერი წმინდა. ხალხო, 2 დღე არ გასულა იმ მომენტიდან, როცა ყველანი დამწუხრებული სახეებით, შავებში გამოწყობილები, თელ დანარჩენ საქართველოსთან ერთად გლოვობდნენ უდიდეს დანაკარგს ამ ქვეყნის და დღეს ისევ ჩვეულ ღორის პოზიციას დაუბრუნდნენ. აი ასე ლაპარაკი 4 შვილის დედაზე, რომ აი თუ უნდა და ჟანადარკობა, მაშინ იყოს ჟანადარკი. აი ეს არის მთელი შინაარსი ამ ყველაფრის. რამე დანაშაული და დანაშაული შესაბამისი სასჯელი კი არა, ის რომ ამ მოსიარულე ლეშებმა აი ეს ილაპარაკოს. ეს არის პრაქტიკაში პირადი პოლიტიკური დასჯა. ეს არის პრაქტიკაში ჩვენება იმის, რაც უკვე დაანონსებულია, ვგულისხმობ იმას, რომ თუ კი არ აღიარებენ ქართული ოცნების ხელისუფლებას ყველა წავა ციხეში. ამით ელენე ხოშტარიას მაგალითზე პრაქტიკაში აჩვენეს საზოგადოებას რა ბედიელით მათ არ აღიარების შემთხვევაში.
მე უფრო ფართოდ ვიტყოდი, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევას ასე არ შევფუთავდი. მე ვიტყოდი, რომ ზოგადად ამ ქვეყანაში ადამიანებს ეუბნებიან, რომ ადამიანი აღარ არსებობს. რომ ადამიანი აღარ არის მთავარი. სახელმწიფო ნებისმიერ სახელმწიფო სისტემა დგას იმაზე, რომ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც რაღაცა კონკრეტულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, ბედნიერად ცხოვრობდნენ აი ამ მიწაზე. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მისია სახელმწიფოსი. და ქართულ მოოცნებამ ამ ჟესტით და ზოგადად აი ამ წყობრი პოლიტიკით, რომელიც მიმართულია ყველა თავისუფლების შეზღუდვისკენ, აბსოლუტურად ყველა ფუნდამენტურად ძირითადად თავისუფლების შეზღუდვისკენ საქართველოს მოქალაქეების იმ ნაწილისთვის, რომელიც არ ეთანხმება ქართული ოცნების პოლიტიკას, აი ამით კიდევ ერთხელ დემონსტრაცია გაუკეთეს, რომ საერთოდ არ მაინტერესებს, არ არსებობს წესები საყოველთაო, ან კანონი ყველასთვის არ არის. აი ეხლა შენ არ ამომწონ ხარ, შენ არ ახარ ჩემი მომხრე, შენ არ ახარ ჩემიანი, შენ ხარ მეორე ხარისხოვანი მოქალაქე ამ ქვეყნის, ამიტომ შენ გაგსრისავ. იმიტომ რომ არ ეთანხმები ბიზნეს ივანიშვილს, იმიტომ რომ არ ეთანხმები იმ პოლიტიკას, რომელსაც ხელისუფლება მიტაცებული აი ეს ბანდა ახორციელებს. გაგსრისავ. ამის დემონსტრირება და ამ გასრესვას არ აქვს ლიმიტი. იქნება ეს ელენე ხოშტარია პოლიტიკური ლიდერი, ოპოზიციონერი, იქნება ეს ნებისმიერი სხვა ყველას გაგსრისავთ. მესიჯი ეს არის. მესიჯი ის კი არ არის, უბრალოდ არ მაღიარებ. უბრალოდ ეგეთი რეალობა დადგა დღევანდელ საქართველოში. რომ დღევანდელი საქართველო არის ესეთი. სადაც ხელისუფლებაში ვინც არის იმის გაკეთება შეუძლია რაც უნდა, როგორც უნდა, როდესაც უნდა. აი ამის დემონსტრირება არის ძალიან ისეთი შიშველი და პირდაპირი ძალაუფლების დემონსტრირება არის ეს, რომ მე თქვენ ყველაფერს გიზავთ, გაგანადგურებთ, მიწასთან გაგასწორებთ, თუ თქვენ მე არ მოგწონვართ და მით უმეტეს ახლა თუ ამას საჯაროდ გამოხატავთ. აი ამაზე არის ლაპარაკი და მე არ პოლიტიკური ანგარიშწორება არის. ჩვენ ვიცით როგორია დასავლელი პარტნიორების პასუხი ცოტა ხნის წინ გასული კვირის რეზოლუციას ვახსენებდი მაყურებელს ევროპარლამენტის რეზოლუციას გულისხმობ ელენე ხოშტარია და სხვა პოლიტიკური პატიმრები საქართველოში გვინახავს სხვა არაერთი უმკაცრესი რეზოლუცია რომელიც საქართველოსთან მიმართებაში და ახლა ევროსაბჭოც ემზადება ამ რეზოლუციის მისაღებად სადაც მთავარი ხაზგასმა სწორედ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზეა როგორი უნდა იყოს პასუხი შიგნით, ქვეყნის შიგნით პოლიტიკური სუბიექტებისა, რომლებიც ოპონირებას წლების განმავლობაში უწევენ ქართულ ოცნებას. ერთადერთი ჩემთვის გავთორ მაგა ჩემთვის საინტერესო, ერთადერთი საინტერესო პირდაპირ ვამბობ, იმიტომ რომ ჩვენ უკვე იმ ფაზაში შევედით, სადაც ჩვენ პარტნიორებს შეუძლიათ რაღაცა თქვან, ობიექტურად შეაფასონ ვითარება ამ ქვეყანაში, მაგრამ ამას აღარავითარი გავლენა არ აქვს ამ ვითარებაზე. ეს არის ჩვენი მეგობრების, პარტნიორების, დიდი ხნის გვერდში მდგომი ქვეყნების, სახელმწიფოების და მათი ლიდერების აწი უკვე წუხილი იმაზე, თუ როგორ დეგრადირდა ქართული დემოკრატია და ქართული სახელმწიფო და როგორ ფუჭდება ზოგადად ჩვენი რაღაცა აი აქამდე მოტანილი აი ეს ძლიერი ქვეყანა, რომელიც აი ახლა ნადგურდება ბოლომდე. ამიტომ ერთადერთი რაც საინტერესოა, რაც მნიშვნელოვანია, რაც რაიმე შეცვლის, ეს არის როგორ პასუხობთ ამას აქ საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიები, ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს და ამ ქვეყანაში ცხოვრების გაგრძელება უნდა. ხო, ეგეც ხო ვიცით, რომ ქვეყნიდან მილიონზე მეტი ადამიანი წავიდა. ეგეც ხო ვიცით, რომ საქართველოს დღეს ოცეულში შედის ევროკავშირში იმ ქვეყნებისა, საიდანაც ყველაზე მეტი მოთხოვნა არის იქ დარჩენის. ჩვენ ხო ვიცით, რომ შეერთებულ შტატებში იმდენი ქართველი წავიდა, რომ აგერ სავიზო რეჟიმს ის დაადეს, რა ქვია, ფინანსური გარანტიები დაადეს ზემოდან, ხო? ანუ ამ რეალობაში ვცხოვრობთ, სადაც მილიონზე მეტმა ადამიანმა ქვეყანაზე, მაგრამ ისინი, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრებას ვაპირებთ, ვისაც გვინდა, ანუ ვინც ქვეყნის გარეთ არის და უბრალოდ მომავალს იქ ვერ ხედავს, აქ უნდა რომ შვილები გაზარდოს. მე შვილი აქ მინდა რომ გაზარდო. ზრდი და ბოლომდე აქ მინდა რომ გავზარდო. ამიტომ ყველამ უნდა გავითავისოთ, ყველამ აბსოლუტურად, რომ არავინ აღარ ყავს, ვერავინ ამათზე გავლენას ვერ მოახდენს, გარდა ბევრი ქართველი ხალხისა. ბევრი ადამიანისა, რომელიც გამოვა საკუთარ ღირსებას და არსებობის უფლებას, ქალბატონო მაკა დაიცავს. იმიტომ რომ აქ აღარ არის ლაპარაკი რაღაცა პოლიტიკურ შეხედულების დაცვაზე, რაღაცა იდეის დაცვაზე, რაღაცა აი ამ ფასეულობრივ ასპექტებზე აღარ არის ლაპარაკი. აქ არის ადამიანებმა დაიცვან თავისი არსებობის უფლება მომავალი წლების მანძილზე ამ ქვეყანაში. აი ეს გვაქვს გასაკეთებელი. იმიტომ რომ ელენე არის ერთ-ერთი მაგალითი ამ ყველაფრის, ჩემი მეგობარია და ჩემთვის ძალიან ემოციურად ძალიან ძიმეა ეხლა
მთელი დღე რაც ხდება დღეს და ამიტომ ვლაპარაკობ და ბოდიში ყველა იმ ადამიანთან რომელიც ამ ბედში არის რაშიც ელენე არის ეხა და ასეთები არის ასობით ათასი ამ ქვეყნის მოქალაქე რომელს სახელსაც ეხა უბრალოდ არ ვახსენებ ელენე მარტო არ არის ეს ამ ოპტიკურ ილუზიას ქართული ოცნება ცდილობს რომ შექმნას რომ აი თქვენ ცოტანი ხართ რაღაცა აი მარგინალები და ჩვენ ვართ საქართველო ღმერთმა დაიფაროს ეს ქვეყანა მაშინ დაიქცევა როცა ეგენი უმრავლესობა იქნებიან ამ ქვეყნის იდეა მაშინ მოკვდება როცა აი ეგეთი არარაობები უმრავლესობა იქნებიან როგორც არის შალვა პაპუაშვილი შარმანაშვილი და სხვები არ არის საქართველოს უმრავლესობა თუ უმცირესობა ბატონთაზალბა დამეთანხმებით რომ ძალაუფლება არის ახლა მის ხელში საუბრობთ იმაზე და საუბრობენ ქუჩაში მდგომებიც გაერთიანებულებიც ცალკე დარჩენილებიც გულისხმობ ალიანს თქვენს პარტიას თუ ანადოლიძის პარტიას ყველა ერთი და იგივეს ამბობთ რომ ცვლილება უნდა იყოს სწრაფად და ცვლილება უნდა გულისხმობდეს არჩევნების გზით ახალი ხელისუფლების მოსვლას ქვეყნის სათავეში თავის თავში პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ამიტომაც ვკითხულობ, რა უნდა დაახვედროს პოლიტიკურმა სპექტრმა საპასუხოდ ქართული ოცნების ამ ნაბიჯებს იმისთვის, რომ გეგმა, რომელზეც თქვენ ლაპარაკობთ, სისრულეში იყოს სწრაფად მოყვანილი. ბრძოლის მაგალითის ჩვენება, იმის კეთება მეთოდურად, რაც სჭირდება იმას, რომ ქართული სახელმწიფოს იდეა გადარჩეს. ადამიანების გვერდში დგომა. დღეს ჩვენ ცხოვრობთ ავტოკრატიულ რეჟიმში, სადაც პოლიტიკური მოქნილობა აღარ არსებობს, ის რაღაცა ელემენტარული შესაძლებლობა, აი სხვა ჩვენს ამის დემონსტრირებაც არის, ხო, რომ ის რაღაცა პატარა ელემენტარული ჩანასახობრივი მოქმედების არეალი, რაღაცა სულების გაკეთების საშუალება, რაც გვქონდა პოლიტიკურ ოპოზიციას, თქვათ რაღაც წინა წლებში, ეს აღარ არსებობს. ეს ყველთლიანად მოკლა ეს პროცესი და ელენესა თქვისთვის აი ამის მისჯაც, ამის დემონსტრირებაა ერთ-ერთი მორიგი დემონსტრირება არის, რომ აი ხო რა გაგაქრობთ, გაგანადგურებთ. ამ ვითარებაში ჩემი აზრით ეს ჩემი პირადი მოსაზრება არის და ძალიან ისეთია ხო, ქალბატონ მაგ რთული ფორმულა არის, რა უნდა დაახვედრო, ზუსტად რომ ვიცოდე რა უნდა დაახვედრო. არ ვიცი, იქნება უფრო მეტი აქტიურობა, რომელიც ხელშესახები და თვალსაჩინო იქნებოდა. არ იქნებოდი კაი კაცი. მესმის რასაც ამბობთ, შეხედეთ, პირველ რიგში მე მგონია, რომ არ უნდა დავკარგოთ ადეკვატურობა, ადეკვატურად უნდა შევაფასოთ ვითარება, უნდა გვესმოდეს, რომ მარტო ერთადერთი რამ შეცვლის აქ ვითარებას და აი რაც თქვენ ახსენეთ, მაგ ეტაპამდე მიგვიყვანს, რომ არჩევნების გზით ხელისუფლება შეიცვალოს, ეს არის საზოგადოების გამოფხიზლება, გამოყვიძება, ადამიანების მიერ იმის საბოლოოდ გააზრება, რომ ეხა გადასარჩენი კი არა გვაქვს რაღაცა ევროპული მომავალი, კეთილდღეობა, რაღაც არამედ ეხლა გადასარჩენი გვაქვს თითოეული ადამიანის არსებობის უფლება ამ ქვეყანაში და ამ ქვეყნის საქართველოს არსებობის უფლება დიდ რუკაზე, იმიტომ რომ ჩვენ აი ამ პროცესს ვხედავთ, ამის განადგურების, რომ ადამიანი არაფრად აღარ ღირს ამ ქვეყანაში, რომ ადამიანები აღარ არიან პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული და სახელმწიფოს ნელ-ნელა უნდა გავაქროთ რუსეთის გავლენის სფეროს ქვეშ. ამიტომ ეხლა არის მნიშვნელოვანი არ დავკარგოთ სიფხიზლე, ვიყოთ აქტიურები, ჩვენი პოლიტიკური ეს აქტიურობა უნდა ხდებოდეს ქუჩაში, იმისთვის რომ უფრო თვალსაჩინო იყოს. ამ აქტიურობაზე საუბრობთ? მათ შორის ქუჩაშიც უნდა ხდებოდეს ეგ აქტიურობა. ქუჩაშიც უნდა მოხდეს ფიზიკური დემონსტრირება იმის, რომ საქართველოს თავისუფალი მოქალაქეები, ადამიანები, რომლებთაც უნდათ დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრება და უნდათ ეს ცხოვრება იყოს არა არსებობა, არამედ ცხოვრება ყველა იმ უფლებით, რა უფლებასაც საქართველოს კონსტიტუცია აძლევს მათ, რომ ამისთვის მებრძოლი ადამიანები არიან უმრავლესობა. დიახ, ამის დემონსტრირება უნდა ქუჩაშიც, მაგრამ ამის დემონსტრირება უნდა სამსახურებში, იმ ადგილებში, სადაც ძირითადად სამსახურებში ადამიანებს ასდანენ, საჯარო სამსახური იქნება თუ კერძო, იქ სადაც დეპოლიტიზებულია პროცესი და ხედავთ, რომ თითქოს არაფერი არ ხდება ამ ქვეყანაში. იქაც უნდა მოხდეს, უნივერსიტეტებშიც უნდა მოხდეს, სკოლებშიც უნდა მოხდეს. ყველგან ამას სჭირდება დიდი საყოველთაო ახალი ეროვნული მოძრაობა. იმიტომ რომ კი მივედით ამ ზღვარზე, როდესაც ამ ქვეყანას, როგორც თქვენ ახსენეთ, ქალბატონო, მაგა ძალიან სწორად და აი არ უნდა დავკარგოთ სიფხიზლე და ადეკვატურობა ნიშნავს მათ შორის იმის გააზრებას, არალეგიტიმურია ბოროტია, მოღალატეა, სამშობლოს ყიდის, მაგრამ ძალაუფლება უჭირავს. შესაბამისად, ლეგალურ ძალადობაზეც მონოპოლია უჭირავს. ამიტომ ჩვენ უნდა ვაჩვენოთ აი ის მშვიდობიანი, ის ორგანიზებულობის უნარი, რომელსაც საქართველოს საზოგადოება იჩენს ხოლმე ისეთ მომენტებში, როდესაც ეს უბრალოდ გარდაუვალია. რესურსი საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტიებში, იმის რესურსი, რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ, ჩანს თუ არა კიდევ 2024 წლის ნოემბრიდან საკმაოდ დიდი
დიდი დრო გავიდა და იმ რაოდენობის აღარ, მაგრამ საპროტესტო აქციები არ შეწყვეტილა. თუმცა იმ მასშტაბურობაზე, რომელზეც ახლა თქვენ ლაპარაკობს, ამის რესურსი ჩანს თუ არა და ერთობაზე როცა ერთიანი ბრძოლის ფრონტზე, როდესაც ლაპარაკობთ, ეს აკლია თუ არა თუნდაც ოპოზიციურ პარტიებსაც, როდესაც რაღაცა მხოლოდ ნაწილის შეჯგუფებას ვხედავთ ხოლმე. ხო, არ მიხსენები ერთიანი ფრონტია. არა, ერთიანი ბრძოლის ნაწილი და ახსენეთ, თუ სწორად გავიგე, ფრონტი არ მithქვამს. არა, არ მithქვამს არაფერი. საზოგადოება ეგეთი მსგავსი არაფერი არ მithქვამს, მართლა. საზოგადოების კონსოლიდაციაზე ვილაპარაკე. ანუ, შეხედეთ, რესურსი არსებობს, საზოგადოების ნაწილია ბატონთაზო. მაგის პასუხი მინდა გაუტომაკა, შეხედეთ, არსებობს დღეს პოლიტიკურ პარტიებში რესურსი ამ ცვლილების, ვიდრე გეტყვით, არა. მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებში, მარტო ლელოში, რაღაც სხვა ალიანსებში, სხვა ფორმულებში, სხვა ფორმაციებში არ არსებობს დღეს მარტო ამ პოლიტიკურ ძალებში ცვლილების შესაძლებლობა. ერთადერთი იქ სადაც არსებობს, ეს არის ქართველი ხალხი. ქართული საზოგადოების გამოფხიზლება და მოქმედებაზე გადასვლა. ამის იმედი ცალსახად მაქვს და იმის რესურსი არსებობს, რომ ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახოს, რომ ლაპარაკი იმაზე კი არ არის, კიდევ ერთხელ ვამბობ, მხოლოდ ევროპული მომავლის გადარჩენაზე ან რაიმე ფასეულობრივ ბრძოლაზე, არამედ ლაპარაკი არის არსებობის უფლების გადარჩენაზე. ეს ყველამ უნდა გაიაზროს და ყველამ უნდა მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ ეს არ გაუვათ და ამ ქვეყანაში უბრალოდ რუსეთად გადაქცევა არ უნდა შედგეს. არ უნდა შედგეს, იმიტომ კი არა, რომ მარტო იმიტომ კი არა, რომ ჩვენ სახელმწიფოებრიობას დავკარგავთ. იმიტომ რომ ყველას უნდა ესმოდეს, რომ იმ მომენტში, როდესაც რუსი გაიმარჯვებს საბოლოოდ, ანუ ქოცი და რუსი ერთად საბოლოოდ გაიმარჯვებენ, ეს ქვეყანა თავის რეალურ სუვერენიტეტს დაკარგავს. მაშინ ყველას უნდა ესმოდეთ, რომ თქვენ ადამიანობასაც წერტილი დაესმება. ანუ თქვენ ფუნქციონირებას, არსებობას, როგორც სრულყოფილი, გონიერი არსება, რომელსაც აქვს უფლებები და ვალდებულებები, აი ამ მომენტში დასრულდება. იმიტომ რომ ყველას უნდა გესმოდეთ, რომ მეზობელ რუსეთში, ჩრდილოეთში ადამიანი არ არსებობს. ადამიანი არაფერი არ არის. ჩრდილოეთში მთავარი არის დერჟავა, იმპერია, სახელმწიფო და ამის ნაწილად მოგიწოდებენ. იქ არაფერი არ არის ადამიანი. ადამიანებს აკრობენ. მეილის მიწერის გამო 15 წელი ციხეში უსვებენ, რომელიც ქვეყნის გარეთ გადის. ესეთი ქვეყანა აქ მიყევხარ. რატომ გაჭირდა ამის გაზრება ამდენი ხანი ხალხში? და ლელოს კი არ მივცეთ ხმა. არამედ საკუთარი თავი გადავარჩინოთ. აი ეს არის ჩემი მოწოდება. აი რატომ გაჭირდა ვინის ჯობია პოლიტიკურ სპექტრში? რატომ გაჭირდა ამდენი ხანი ამის გააზრება ადამიანებისთვის? იმიტომ რომ ჩვენ პოლიტიკური პარტიების ლიდერების ციხეში ჯდომას თავი რომ გავანებოთ, წინ გვაქვს საქმეები, აი ანდრო ჭიჭინაძეს და მასთან ერთად დაკავებული ადამიანების საქმეები, სადაც ფაქტობრივად მტკიცებულება არ უდევს ბრალდება საქმეში, ისე გაუშვეს ადამიანთა ნაწილი ციხეში. რატომ გაუჭირდა საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც არც ქუჩაში გამოვიდა, არც თქვათ სამსახურები ახსენეთ და იქ მომუშავე ადამიანებისთვის გაგება ამ ყველაფრის. კი ბატონო, რატომ გაჭირდა ეს ყველაფერი ბატონთაზო? ნიჰილიზმის გამო თუ შიშის გამო, რომელიც წვეთ-წვეთად დათესა ქართულმა ოცნებამ? მოგახსენებთ, არ მინდა რომ რაღაცა ძალიან სიღრმისეულ პოლიტიკურ ანალიტიკაში და სოციოლოგიურ ანალიტიკაში გადამივიდეს ეს საუბარი, იმიტომ რომ მე მოქმედი პოლიტიკოსი ვარ და ჩემი საქმე ქმედება და პასუხი ამ ყველაფერზე, მაგრამ რეალურად ქავტონ მაკა ძალიან პირდაპირ ვთქვათ რა, ძალიან რთული მექანიზმი არის, ტვინში ძალიან უცნაურად ხდება ეს პროცესი, აი ამას ყველა თქვენს მეც, ნებისმიერ ადამიანს ხო ვინც ვიყურებს, ყველა განიცდის საკუთარ თავზე და ზოგადად ადამიანებს კი არა, ადამიანის უმრავლესობას დაცვის მექანიზმი აქვს, როდესაც ასეთ შოკს იღებს. ეს არის შოკური თერაპია, რასაც ეხლა ჩვენ უყურებთ. ქართული ოცნება ქართულ საზოგადოებაზე და ქართველ ხალხზე, ადამიანებზე შოკურ თერაპიას აწარმოებს. ანუ შოკური მეთოდით ხდება. ძალიან სწრაფად. ხო, რუსეთში არ მოხდარა ამ სისწრაფით, აი ტრანზიცია საბოლოო დიქტატურამდე. ამ სისწრაფით რუსეთში არ მოხდარა. რუსეთში რაღაც 5, 6, 7, 10 წლეული დაჭირდა ფაქტიურად, რომ ეს საბოლოოდ ჩამოყალიბებული იყო პუტინისტური დიქტატურა. საქართველოში ეს ხდება ხალხო 2 წელიწადში. რაღაცა ექსტრემალური სიჩქარით მიმდინარე
მიმდინარეობს და არ არის ესე არის ადამიანის ტვინი მოწყობილი. ესე არის საზოგადოებრივი ცნობიერებაც მოწყობილი. რომ ასეთ შოკურ თერაპიას უმრავლესობა ესე მარტივად ვერ აღიქვავს. არ შეიძლება არც შიშზე დაბრალება, არც რაღაცა მოქმედობაზე, ან ფეხებზე დაკიდებაზე, ბოდიში რომ ეს მე არ მეხება და სხვას ეხება. იმიტომ რომ ეს ამ ყველაფრის ერთობლიობა არის. აი ამ ყველაფერს ეხლა რაც ვახსენე, ხო, რაღაცა ამაზე ზერელეთ ყურებასაც, არ ვიცი, იმასაც რა ქვია, ამისგან თავდაცვითი მექანიზმების შემუშავებას, ამას ყველაფერს უკან უდგას აი ეს შოკური თერაპია. ანუ ამ ყველაფრის მიზეზი არის, რომ აი ეს ყველაფერი ხდება შოკურად, ძალადობით. ეს არის ტერორისტული აქტი, მე ხშირად ვამბობ, ეს არის მორალური ტერორისტული აქტი. ხალხო, ეს არ არის ტყუილა მაგალითად, რომ იმედი და პოზიტივი, ხო, ბრიტანეთი არ არის მარტივი მიდგომების სახელმწიფო. არ არის მარტივი მიდგომების და დიდი ხანი იფიქრა იმაზე, რაზე უნდა დასანქცირებულიყო და როგორ დაასანქცირა, ხო? ეს არ არის მარტივი ნაბიჯი, რომ ორ უმსხვილეს ერთ ქვეყანაში, ყოველ შემთხვევაში, ორ მსხვილ ტელეარხზე თქვა, რომ ისინი არიან რუსული ჰიბრიდული მანქანის ნაწილი, ან ომის მონაწილეები არიან. ფაქტურად ტერორისტული ორგანიზაციები არიან. თქვენ თანაგუნდელის წერილი მინდა რომ წავიკითხო გულისხმობ ალეკო ელისაშვილს ოცნების ხალხს მოხარშულს ვიცნობ და ზუსტად ვგრძნობ რომ მოუწევთ პოლიტიკური და სინდისის პატიმრების გათავისუფლება. გვაჩვენეთ სიებიო გაიძახიან დღე და ღამ, რაც ნიშნავს რომ აშკარად თავისი სია მზად აქვთ, მაგრამ თითოეულ პატიმარზე ვაჭრობას აპირებენ. ჩემს გვარსაც ახსენებენ და ამბობენ ეს ტერორისტი როგორ არის პოლიტპატიმარიო. ჩემი გვარის ტრიალი სხვების გათავისუფლების პროცესის გაწელვის და დაზიანებისთვის სჭირდებათ. მე მინდა კოვზი ნაცარში ჩაუგდო და თქვა ხმამაღლა. მე ალეკო ელისაშვილი უარს ვამბობ ჩემი გვარის და სახელის გასათავისუფლებელი პატიმრების სიაში ჩაწერაზე. მოუწოდებ ყველას ქართველს თუ უცხოელს არ განიხილოთ პოლიტიკური პატიმრების სია, არ განმიხილოთ პოლიტიკური პატიმრების არანაირ სიაში. ეს არის მოკლე ნაწილი ალეკო ელისაშვილის განცხადების და წერილის და ბოლო კითხვა სანამ დაგემშვიდობებით. გავს თუ არა ოცნების ქმედება, მათ შორის ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება პატიმრებით ვაჭრობის მცდელობას, რაც უფრო მეტი ტყვია გისოსებს მიღმა, მით უფრო მეტია გამორჩენა თუ კი ივაჭრებს. ეს არის მიდგომა? მივესალმებ ალეკოს აქედან და ქეთს ვიხრი აი ამ ვაჟკაცობისთვის, პოლიტიკურის და ადამიანურის. რა ვიცი, ეს არის კაცი, რომელიც აი ეს სიტყვები მე მგონი ბევრად მეც ნიშნავს, ვიდრე ნებისმიერი აღწერა ჩემგან და ვამაყობ იმით, რომ ალეკო ჩემი თანამებრძოლია და აი ამ პოლიტიკის ნაწილი, ხო, ალეკოს ტერორისტი დაუძახო და ამ აბსურდში გახვიო, რაშიც ახლა ის არის გახვეული და ნამდვილი ტერორისტები ვინც არიან, ის ხალხი, რომელიც საკუთარ ხალხზე 2 წელია მორალურად, მასივრებულად, კოშმარულად ძალადობს და უზღუდავს ყველანაირი ადამიანობის კომპონენტებს, რა ვიცი, გამოხატვის და გადაადგილების უფლებას, ესენი არიან კარგი ხალხი და ტერორისტები არ არიან. მე ერთი რამ ვიცი. მე ვიცი რომ ქართული ოცნება ამ ქვეყანაში უბრალოდ ამყარებს დიქტატურას. ის რაც თქვენ მკითხეთ, ქალბატონო, მაგრამ ეს თანხლები მოვლენა არის. ანუ დაპატიმრება პოლიტიკური ოპონენტების მთავარი მიზანი არ არის ტყვეების შეგროვება. მთავარი მიზანი არის პოლიტიკური ალტერნატივის გაქრობა. ანუ აი ამაზე პრიორიტეტები ყოველთვის გვესმოდეს. მიზანი ელენე ხოშტარიას არის ელენე ხოშტარიას პიროვნული განადგურება. ალეკო აბსურდის გამო ციხეში იმისთვის ძირს რომ უნდათ რომ ალეკო გაანადგურონ. ხაბეიშვილი და მანჯგალაძე ციხეში აბსურდის გამო, არაფრის გამო კიდევ ერთხელ ვიტყვი. ციხეში იმიტომ ზიან რომ ისინი პიროვნულად გაანადგურონ. თანხლები მოვლენა, რა თქმა უნდა, ვაჭრობა ტყვეებით შემდეგ და ლაპარაკი რომ აი ამას გამოუშვებ, ამას არ გამოუშვებ და რაღაც გრადაციების შემდეგ შექმნა ეს არის თანხლები.